ხანძარი ბათუმში ბარცხანის დასახლებაში ფაღავას ქუჩის 15 ნომერში გაჩენილმა ცეცხლმა შეყილაძეების სახლი მთლიანად გაანადგურა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის 5 ბრიგადა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. მეზობელთა განცხადებით სახანძრო სამსახურმა ადგილზე მისვლა დაეგვიანა და გამოძახებიდან 20 წუთის შემდეგ მივიდა. ადგილობრივთა ბრალდებებს არ ეთანხმება ბათუმის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი ხუსეინ სირაბიძის განცხადებით ხანძარი სწორედ მისმა თანამშრომელმა დააფიქსირა და ადგილზე გასვლა უწყებაში ზარის შესვლამ და 2 წუთით ადრე მოახერხა. თუმცა რადგან შენობა ხის იყო, ხანძარი სწრაფად გავრცელდა. ხანძრის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე ბათუმის ვიცე-მერიც მივიდა. დავით ლეკვიშვილის თქმით, ოჯახი ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს. შეყილაძეების სოციალურად დაუცველი 4 სულიანი ოჯახი ამჟამად ქალაქში არ იმყოფება. რო გამოვედი და კვამლი იყო მე ერთი რა ვიცი ნახევარსაათში უკვე მოდიოდა ეს ეგენი, მაგრამ აქედან როდის დაურეკეს არის თბილისში უნდა დარეკო. იმ თბილისმა ამაში თხომ წუთები იკარგება. დასახლებას რაიმე დაზიანებას ადგილი არ ხმია, საცხოვრებელი სახლი დაიწვა მთლიანად შეგარსებული ქონებით. ამ დროსაც ხანძარი ლიკვიდირებული. ხანძარის შეტყობინება გააკეთა ჩემმა თანამშრომელმა, რომელიც ცხოვრობს განთიადში. ამის შემდეგ შემოვიდა 112-დან ზარი. ანუ თქვენ თვითონ დარწმუნდით, რომ შეტყობინება იყო გვიანი შემოსული. ეთყობა ვერავინ ვერ დაინახა. მიზეზების შესახებ იმუშავებს ქალაქ ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველო მიზეზთა ზავალის რაოდენობას შესაბამისად ეს სამსახური დაადგინა. ნებისმიერ შემთხვევაში ეხლა მოვა ეკონომიური სამსახურის წარმომადგენლები დაასურათებენ ობიექტს. მერია სპეციალური კომისია განიხილავს ერთჯერადი მატერიალური დახმარების საკითხს. ოდენობაზე ეხლა ვერ მოგახსენებთ, ალბათ გადაწყვეტილება იქნება რამდენიმე დღეში მიღებული.